სადაზღვევო ბაზარზე კონკურენცია იზრდება და კომპანიები სერვისის ხარისხზე აკეთებენ აქცენტს. ბენეფიცმა თბილისში ახალი სერვისაბი გახსნა, რომელიც სერვისის ხარისხის განვითარებაზეა ორიენტირებული. ბენეფიცი 2017 წელს დაარსებული კომპანია დღეს უკვე 80,000-მდე დაზღვეულს ემსახურება. კომპანია წარმოდგენილია არა მხოლოდ თბილისში, არამედ თელავში, ქუთაისსა და ბათუმშიც და თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან. ბენეფიცის სერვის ჰაბში მომხმარებლებს სურვილისამებრ მოემსახურებიან პირადი მენეჯერები, რაც უზრუნველყოფს პროცესის პერსონალიზაციას. კომპანია აცხადებს, რომ მათი სტრატეგია დაფუძნებულია სწრაფ, ეფექტურ და ინდივიდუალურ მომსახურებაზე. ახალ სივრცეში კომპანია გადმოსცემს საკუთარ ისტორიასა და იდენტობას. კონცეფცია შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელმა მომსახურების მიღებისას თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს. ჩვენთვის ახალი სერვისების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც სერვისის გაუმჯობესების, ასევე გამარტივების კუთხით. გამოიკვეთა დღეს ძალიან აქტუალურია ონლაინ სერვისების მოხმარება ჩვენი დაზღვეულების მხრიდან, თუმცა ჩვენი შიდა კვლევებით და არა მხოლოდ შიდა კვლევებით გამოიკვეთა პირადი ურთიერთობების და პირადი მენეჯერის აუცილებლობა და მნიშვნელობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ დაზღვევა არ არის მხოლოდ პროდუქტი, ეს არის სრულფასოვანი სერვისი და გამოცდილება და სწორედ ამ მიმართულების შედეგია ჩვენი ახალი ბენეფიცის ახალი სერვის ჰაბი, რომელიც დაზღვეულს უქმნის გარემო, სადაც ნდობა და პროფესიონალიზმი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. ახალ სერვის ჰაბში დაზღვეულებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია სადაზღვეო პირობების შესახებ, გაეცნონ ახალ სადაზღვეო პაკეტებს და შეიძინონ. ასევე აქვთ შესაძლებლობა გაიარონ კონსულტაცია პირად მენეჯერებთანაც, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული პროცესების უფრო სწრაფად წარმართვას და ყველა სახის მომსახურება შესაძლებელია იყოს მათთვის პერსონალიზებული. ახალ სერვის ჰაბში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაზღვეულებთან ურთიერთობას. ამ ეტაპზე ჩვენ 80,000-მდე დაზღვეული გვყავს და წარმოდგენილები ვართ ისევე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ახალი ჰაბი კიდევ ერთი ნაბიჯია სერვისის ხარისხსა და კომპანიის სამომავლო გეგმების მიმართულებით.